მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შუა დღემშვიდობისა 13 საათის შესრულდა სრულიად საქართველოში. მაგადების პირდაპირ ეთერში გადაცემა შუა დღე ქუთაისში დაიწყო. ნანა თევდორაძე მუშაობს თქვენთვის დაახლოებით დავრჩები 14 საათამდე. მზემ გამოანათა როგორც იქნა ქუთაისში ქრისტე ახსნა ისევ და ისევ მოგილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. იღვლიან ნაყოფიერ დღეს გისურვებთ და გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ. ბატონი გოჩა გიორგიძე გვეწვია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მაპატიეთ იმერეთის სამმართველოს უფროსი. ბატონო გოჩა ხშირად უნდა მოხვიდეთ გადაცემაში, იყო დრო თქვენი სტატუსი ზეპირად ვიცოდი. თვალის დახამხამების გარეშე შემეცნო მეთქვა, მაგრამ ახლა ამ მოკითხვაც კი გამიჭირდა. ქრისტე ახსნა მრავალს დაიწყეთ. მადლობა რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ. მიულოცავ მთელ საქართველოს, მოგილოცავთ თქვენ. მიულოცავ ყველა ქართველს, ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს ამდით დღესასწაულს და გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და უფლისწყალობას. ძალიან დიდი მადლობა, უფლისწყალობაც გვესაჭიროება, მაგრამ ჩვენც უნდა შევწყოთ ხელი ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ხო? მით უფრო ძალიან ბევრი საშუალებებია და სწორედ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ისევე როგორც ის შეხვედრები, რომელიც ბევრი წელია გრძელდებოდა და გაგრძელდება ალბათ მომავალში, სწორედ რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვისკენ იყო მიმართული. რამდენად რა გავითვალისწინეთ ადამიანებმა, რომლებსაც ბევრი ყოფითი პრობლემა გვაქვს და თან ზარმაცებიც ვართ იქვე, ეს არ ვიცი, მაგრამ იმედია დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერად ჩაივრის და საკუთარ თავსაც გულისხმობ. ამჯერად სკრინინგის კამპანიაზე უნდა ვისაუბროთ, რომელმაც რომ სტარტი აიღო და იმერეთშიც გადმოინაცვლებს როგორც ვიცით. დავწყოთ აბა რას მოიცავს ზოგადად კამპანია. მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკულად ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ჯერ კიდევ გასულ წელს ძალიან აქტიურად დავიწყეთ აქციების ციკლი, რომელიც გულისხმობს სკრინინგის სხვადასხვა კომპონენტებს და ამ კომპონენტებს სალდგეულს ჩაგიშლით და დეტალურად გავშლი, რა თქმა უნდა. წელსაც უკვე დაიწყო მთელი საქართველოს მასშტაბით შედგა წინასწარი განრიგი გრაფიკი, რომელი გრაფიკის მიხედვითაც მაგალითად სამცხე-ჯავახეთში, აჭარის, გურიის, სამეგრელოს რეგიონებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული სკრინინგ ღონისძიებები და პრაქტიკულად აი აპრილის 21 რიცხვიდან იმერეთშიც აიღებს სტარტს აღნიშნული ღონისძიებები. კერძოდ კი 21-ში საჩხერის მუნიციპალიტეტში, ხოლო 22-ში ჭიათურის მუნიციპალიტეტში გვექნება პირველი გასვლითი აქციები, შემდგომ 30-ში გვექნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში და პირველში გვექნება ქუთაისის მუნიციპალიტეტში და ასე პერიოდულად შემდგომ 5-ში ზესტაფონი, 6-ში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი და ასე შემდგომ. ისე რომ ქალაქს მუნიციპალიტეტის მხოლოდ ერთი დღე არის გამოყოფილი. თითო დღე არის ამ აქციების გეგმის მიხედვით გათვალისწინებული თითო მუნიციპალიტეტში, მაგრამ ეს პროცესი დასრულდება, ვთქვათ, მაისის ბოლოს და შემდგომ მეორე წრე განხორციელდება, ასევე მეორე ეტაპი განხორციელდება ისევ მსგავსი გასვლებისა და ღონისძიებების. რაც შეეხება ამ აქციების მნიშვნელობას, აი მიზანს, რასაც ეს გასვლითი სკრინინგები ემსახურება, მინდა გითხრათ, რომ ზოგადად თითეული ეს კვლევა, რომელიც ჩვენ ამ სკრინინგში გვაქვს გათვალისწინებული, ისედაც არის ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისათვის. მათ შეუძლიათ, თქვათ, აღნიშნული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში მიბრძანდნენ და მიიღებენ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოდან დაფინანსებულს და მათთვის უსასყიდლო აღნიშნულ მომსახურეობას. თუმცა ეს მაინც არის ხოლმე ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობასთან დაკავშირებული, იგივე, ვთქვათ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომლობის პრობლემები, გადაადგილების გართულებები, დროის გამოძებნის, დროის გამონახვის პრობლემები, როდესაც მაგალითად სოფელში ეხა მოქალაქე და გარკვეულ საგაზაფხულო სამუშაოებს ასრულებს, შეიძლება მას კონდეს კიდეც ინფორმაცია, რომ სადღაც ქუთაისში, ვთქვათ, იგივე, რომელიც ეს იქნება ჰერა თუ ეს იქნება ონკოლოგიის ცენტრი, რომ შეუძლია მივიდეს და გარკვეული სერვის მომსახურეობა სახელმწიფოდან შეთავაზებული უსასყიდლოდ მიიღოს, მაგრამ ვეღარ ძებნის დროს იმისათვის, რომ წამოვიდეს. ან შეიძლება ელემენტარულად იმ გზის ფინანსებიც კი იყოს გარკვეული შემაფერხებელი გარემოება და მესამე ასევე შეიძლება იყოს არაინფორმირებულობაც. ამიტომ ჩვენ ფაქტიურად რამოდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას ვჭრით იმით, რომ აღნიშნულ ღონისძიებებს ვახორციელებთ უკვე ადგილებზე გასვლით. ნახეთ, თქვენ ბრძანებთ, რომ მსგავსი ტიპის კამპანია გასულ წელს დაიწყო, ანუ მეორე წელია, რაც არსებობს მსგავსი სკრინინგი. სხვა დროსაც გქონდა ხოლმე, მაგრამ ესეთი მასშტაბური უკვე, როგორც ვთქვათ, როგორც გაკეთდა შარშან წლის მეორე ნახევარში, ესეთი მასშტაბური დაგეგმარება პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ გასული წლიდან დაიწყო.
დაიწყო. როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით და დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მისი ქვეკონტრაქტორების ორგანიზებით ესე გაიწერა დეტალური გეგმა გრაფიკი და ამ დეტალური გეგმა გრაფიკის მიხედვით ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა ვიზიტები. და მინდა ვთქვა, რომ აი შარშანა ძალიან წარმატებული იყო ეს აქციები, მაგრამ წელს თუ დავაკვირდებით წელს აღებულ სტარტს მოცვები გაცილებით მაღალია და ეს ძალიან დამაიმედებელია. ამას მივაწერთ ისევ და ისევ იმას, რომ მოხდა ცნობიერების ამაღლება, ინფორმაციის მიწოდება და ძალიან ბევრი სექტორი ჩაერთო უკვე ამ საორგანიზაციო საკითხებში. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო კიდევ და კიდევ ჯანდაცვის სამინისტროს, რომლის მხარდაჭერაც გვაქვს. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს გუბერნატორს და ადგილობრივ თვითმმართველობას, მუნიციპალიტეტის მერებს და მათ სამსახურებს შესაბამის კერძოდ საზოგადოებრივ ჯანდაცვებს გამოყოფ ყველა მუნიციპალიტეტში, რომლებიც არის მუხლჩაუხრელად შრომობენ იმისათვის, რომ ეს აქციები და ეს ღონისძიებები ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდეს და შესაბამისად ასევე აქტიურად ჩაერთო უკვე წელს სამედიცინო ჰოლდინგის უწყება, კერძოდ კი ის სოფლად ოჯახის ექიმები, რომლებიც მათ ვალდებულებაშიც აქვს ის, რომ გააკეთონ ინფორმირება მოსახლეობის, მიაწოდონ ინფორმაცია ამ კვლევების აუცილებლობაზე, მნიშვნელობაზე, მათ როლზე, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების საკითხში და შესაბამისად დაგეგმონ და დაჯავშნონ და დააორგანიზონ აღნიშნული პირების დროული მოსვლა ადგილზე, ლოკაციებზე, სკრინინგში მონაწილეობის მისაღებად. ამიტომ აი ეს სექტორალური მიდგომა და ის, რომ ძალიან აქტიურად ხდება ამის, ასე ვთქვათ, გაპიარებაც და მოსახლეობის ინფორმირებაც, თანდათანობით, რა თქმა უნდა, შედეგს გვაძლევს. კეთილი. ვიდრე შეიძლება სანამ ჩვენ საუბრობთ რომელიმე კონკრეტულად X ოჯახის ექიმი, ასევე Y პაციენტს უყვება თუ რატომ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, თქვენც რომ გითხრათ, რა არის სკრინინგის მთავარი მიზანი? კი ბატონო, დეტალურად მოგახსენებთ, ესე იგი ძირითადად რასაც ვახორციელებთ, ეს არის დაავადებათა ადრეული გამოვლენის და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 კომპონენტი, ეს არის ძუძუ სკრინინგი ქალბატონებში 40 წლიდან 70 წლის ასაკში. ასაკები მინდა გითხრათ, რომ განსაზღვრული არის, რა თქმა უნდა, კვლევებზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული ასაკობრივი ჯგუფებია. ესე იგი, როგორც გითხარით, 40-დან 70 წლამდე ქალბატონებში არის ძუძუ სკრინინგი, რაც ითვალისწინებს მამოლოგის კონსულტაციას, გასინჯვას და ასევე მამოგრაფიულ კვლევას ციფრული მეთოდით, ძალიან მაღალტექნოლოგიური მეთოდით. სულ საქართველოში დღეს გვყავს 3 მობილური მამოგრაფიული ერთეული, მათ შორის ერთი უნდა აღნიშნოთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვყავს იმერეთში, კერძოდ ეს არის შპს ჰერას ბაზაზე აღნიშნული ერთეული, რომელიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში და რომელსაც შეუძლია, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ლოკაციებზე გადავიდეს და შესაბამისი მომსახურება მიაწოდოს მოსახლეობას. ასევე ვახორციელებთ იქვე საშვილოს ნოსყელის სკრინინგს, რომელიც ითვალისწინებს, ესე იგი არის 25-დან 60 წლამდე ასაკში, უნდა გაუმიჯნოთ, რომ 25-დან 30 წლამდე ხდება პაპ-ნაცხის დიაგნოსტირება, აღება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გინეკოლოგის მიერ გასინჯვა პაციენტის, ხოლო 30 წლიდან 60 წლამდე ქალბატონებში უკვე კეთდება, რაც დავიწყეთ მეორე წელიწადია სახელმწიფო ახორციელებს ამასაც, ძალიან მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული კვლევა, ეს არის PAP-PCR კვლევა, რომელიც უკვე იმის შესაძლებლობას იძლევა ქალებისთვის, რომ ადრეულ ეტაპზე მოხდეს დიაგნოსტირება თუ არის პაპილომავირუსი, რომელი გენის მატარებელია, ხო არ არის ეს ის გენი, რომელიც შეიძლება იყოს შემდგომში სიმსივნის გამომწვევი. რაც დამერწმუნებით, რომ აი პირველ ეტაპზე, მაგალითად, ამის ესეთი ადრეული დიაგნოსტიკა, სკრინინგი სიტყვაც რო ახსნათ, ხო, სკრინინგი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ფეოლასი რო არის, სუსტები უფრო გვაინტერესებს, ასე, ნუ გავიგებთ, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ზუსტად ჯანმრთელი ადამიანი
ადამიანები, რომ ჯანმრთელ ადამიანებში, რომელსაც არანაირი სიმპტომი არ აქვს და არანაირი ნიშანი არ აქვს რაიმე დაავადების, რომ ის დროულად გამოვიკვლიოთ და თუ არის რაღაცა პრაქტიკულად 100%-იანი პრევენცია შესაძლებელი საშვილოსნოს სივსივნის განვითარების. ძუძუ სკრინინგის შემთხვევაში 95-დან 98%-მდე პრევენციას ახდენ, რომ სიმსივნე განვითარდეს და რაც დამერწმუნებით, რომ აი თქვათ დღეს ჩვენთან თუ მოვა აქციაზე 50 ქალი და ადრეულ დიაგნოსტიკას ჩათვალეთ, რომ 50 ქალის სიცოცხლე გადავარჩინეთ იმ დღეს. კი, მაგრამ ბატონო კოჩა, ჩვენ ადამიანები ვართ და აი ჩვენ ადამიანების ფსიქოლოგიურ ესე რომ ვთქვათ, წახნაგებს ძალიან კარგად იცნობთ და ხშირად ჩვენ გვეშინია ხოლმე სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და რაღაცებს ამ მოტივით გადავავადებთ ხოლმე. ძვირად შეიძლება დაგვიჭდეს, მაგრამ იმ მომენტისთვის ხომ შევინარჩუნეთ სიმშვიდე. აი ადამიანური ფაქტორით რომ უთხრათ ამ შემთხვევაში თან ქალებსზე საუბრობთ. აი ეს შიში და ბრძოლები საკუთარ თავთან როგორ უნდა დათრგუნოს? გეთანხმებით, მაგაში შეიძლება სტომატოლოგთან არ წავიდეს ადამიანი იმის გულისთვის, რომ ეშინია რომ რაღაცა ისეთი არ აღმოაჩინოს ექიმმა, მასთან ნებისმიერი ექიმთან ვიზიტი, რა თქმა უნდა, არის გარკვეულ ფიქრთან და გარკვეულ განცდებთან დაკავშირებული. მაგრამ პირველ რიგში აი ზუსტად მე წეხან აღვნიშნე ოჯახის ექიმების როლი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის როლი, აი აქ არის ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს ვესაუბროთ და აუხსნათ, კარგად დავანახოთ სად რა რისკებთან გვაქვს საქმე. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ადრეულ ეტაპზე ვნახავთ, რომ გვაქვს რაღაცა საწყისი პროცესი, სანამ რაიმე დაავადების ნიშნები გამოჩნდება, უნდა აუხსნათ, რომ აი ამ საწყის ეტაპზე ამის მკურნალობა არის 100%-იანი გამოჯანმრთელების ფაქტიურად შესაძლებლობა. მაშინ, როდესაც თუ ჩვენ დღეს თვალს დავხუჭავთ, სირაქლემას პოსას მივიღებთ, არ ვისარგებლეთ ამ სკრინინგის შემოთავაზებით, შეიძლება 2-3 დღეში უკვე რაღაც სიმპტომებმა გვაიძულოს ექიმთან ვიზიტი, მივიდეთ უკვე სიმპტომებიდან გამომდინარე და უკვე დაგვიანებული იქნება ეს და შესაძლებელია უკვე დაგჭირდეს ისეთი სერიოზული სამკურნალო ჩარევები, როგორიც არის შემდგომ ოპერაციული მკურნალობა, სხიური თერაპია, ქიმიოთერაპია და ასე შემდგომ. ამიტომ აი ეს უნდა დავჯდეთ უბრალოდ, იმიტომ ვართ მოაზროვნე არსებები, ადამიანები სხვა არსებებისგან განსხვავებით, რომ შევძლოთ, სწორად შევაფასოთ რისკები და აქედან გამომდინარე მოვახდინოთ ჩვენი შიშების რედუცირება და შემცირება და გადავლახოთ ეს შიში და ამავდროულად გვახსოვდეს ის, რომ აი რამხელა კმაყოფილებას მიიღებ, როდესაც ამას ყველაფერს გაიკეთებ, გამოიკვლიებ და ან წამოხვალ იმ პასუხით, რომ არაფერი არ გაქვს აბსოლუტურად და როგორ სიმშვიდეს იგრძნობ, ან წამოხვალ იმ პასუხით, რომ არის რაღაც მცირედი ცვლილებები, რომელიც აბსოლუტურად მართვადია. ეს ჯობია თუ ის ჯობია, რომ გავიდეს 3 წელი, 5 წელი და მერე უმძიმესი დიაგნოზით ძალიან ბევრი სხვადასხვა პროცედურების ჩატარება მოგვიწევს. კარგით, მაშინ აი ამ საკითხსაც შევეხოთ პირობითად სკრინინგით ისარგებლა და გამორიცხა, რომ სრულიად ჯანმრთელია. ყოველწლიურად არის სასურველი, რომ მსგავსი ტიპის აქტიობებს მივმართოთ თუ რა? დიახ, მოგახსენებთ. ესე იგი, როგორც გითხართ, ძუძუ სკრინინგის შემთხვევაში არის 2 წელიწადში ერთხელ განმეორებითი ვიზიტის აუცილებლობა, ესე იგი, ჩვენ ვაძლევთ მოსახლეობას იმის საშუალებას, რომ თუ გამოიკვლია და თუ რაღაცა მცირედი ცვლილება არის უკვე ექიმის რეკომენდაციით, შეიძლება განმეორებით იმას 6 თვეში ჩაუტარდეს, 3 თვეში ჩაუტარდეს, 9 თვეში ჩაუტარდეს, თუ კი ექიმი ამას ჩათვლის საჭიროდ, რომ აი რაღაცა შეიძლება დაინახა საეჭვო, მაგრამ ისეთ სერიოზული არა და მაინც იმას ჭირდება დამატებითი გადამოწმება ან ეხოსკოპიურად, ან თქვათ განმეორებით ვიზიტზე და ამასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, ამ განმეორებით ვიზიტებს. თუ არა სტანდარტულად 2 წელიწადში ერთხელ კეთდება ძუძუ სკრინინგი, რაც შეეხება საშვილოსნო კეთდება 25-დან 30 წლამდე, რაც გითხარით, პაპ ნაცხის გამოკვლევა, ეს კეთდება 3 წელიწადში ერთხელ, ხოლო 30-დან 60 წლამდე PCR მეთოდით კვლევა 5 წელიწადში ერთხელ. რა ასევე არის, წეხან არ დაგვისრულებია კოლორექტალის, იგივე სწორი ნაწლავის კიბოს პრევენციის კომპონენტი და არის ასევე მამაკაცებში პროსტატის ანტიგენის სკრინინგი, რომელიც
პროსტატის სიმსივნის განვითარების რისკების ერთ-ერთი შესაფასებელი ტესტია. აღნიშნული ხორციელდება უკვე 50-დან 70 წლამდე ორივე სქესში, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში 50-დან 70 წლამდე. გარდა ამისა, მარტო ამას არ მოიცავს ჩვენი სკრინინგი. ჩვენი სკრინინგი მოიცავს ასევე ჰიპერტენზიას, ესე არტერიული წნევის კონტროლი, რომ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე ამას და მაისიდან მით უმეტეს ეხა ახლოვდება მაისი გვაქვს გაზომვების თვე ყოველ წელს, როდესაც აქტიურად ვიწყებთ არტერიული წნევის კონტროლის, ასე ვთქვათ, რეკლამირებას, რომ ყველას ვასწავლოთ, ადამიანებმა იცოდნენ სწორად როგორ უნდა გაზომოთ, ხშირ შემთხვევაში არასწორად მედიკამენტების მიღება, არასწორი, ვთქვათ, მკურნალობა და შემდგომ გართულებები და ძალიან სავალალო შედეგებიც კი მოდის იქედან, რომ ადამიანებმა არ ვიცით როგორ გავიზომოთ არტერიული წნევა. არადა ერთი შეხედვით როგორი მარტივია, ხო? თითქოს, მაგრამ ბევრჯერ ალბათ თქვენს გინახავთ, რომ ასე პირდაპირ ტანსაცმელზე ზოგჯერ ფეხზე დამდგარს ვიზომავთ, ან შეიძლება არასწორად ვზივართ, ფეხი ფეხზე გვაქვს გადადებული, საზურგე, აი ხა ამ წუთას მე რამ მდგომარეობაშიც ვარ, ესე წნევის გაზომა მაგალითად არ შეიძლება. არც ჩემს მდგომარეობაში. არც თქვენს მდგომარეობაში, რა თქმა უნდა. და ნუ ხო, წნევა რომ სწორად გავიზომოთ, უნდა ვიყოთ მოსვენებულ მდგომარეობაში, შვიდ მდგომარეობაში, უნდა ეყუდებოდეს ადამიანის საზურგეს თუ დაწოლილ მდგომარეობაში არ არის, მკლავი უნდა იყოს განთავისუფლებული, იდაყვი უნდა იყოს გულის სიმაღლეზე და წნევის გაზომა მინიმუმ საჭიროა 2-3 წუთიანი ინტერვალებით 3 ჯერადად. თორე ნებისმიერი აქტიობის დროს, ეხლა მე რო ვირბინო ამ წუთას და წნევა გავიზომო, რა თქმა უნდა ეს მაღალი იქნება და იმ მომენტისთვის ის ნორმაა, მაგრამ მე თუ შევშინდი და წნევის დამწევი დავნახე და დავლია ამ დროს შეიძლება პირიქით სავალალო მდგომარეობაში ჩავაგდო საკუთარი ორგანიზმი და საკუთარი ჯანმრთელობა და ისე დამივარდეს მეორე წუთში წნევა, რომ პირიქით მოსაბრუნებელი გავხდე, ხო? ამიტომ ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. ხეში შეიძლება 200 ჯერ წნევის გაზომა? 200 ჯერ წნევის გაზომა? 70 ჯერ კიდე 200 ჯერ. არა, 200 ჯერ წნევის გაზომა, რა თქმა უნდა, ეს უკვე მაშინ ჯობია რომ პარალელურად ჩავრთოთ ფსიქოლოგი ამ პაციენტთან მუშაობის პროცესში. თუ კი 200 ჯერ იზომავს წნევას და დაახლოებით 500 ჯერ იბანს ხელს ყოველ დღე, ნუ მეორე ნაწილში მაშინ მეც უნდა მიმართო. ამ შემთხვევაში შეიძლება ფსიქოლოგის ჩართვა დაგჭირდეს, მაგრამ რაც შეეხება ვთქვათ იმას, რომ ადამიანი, რომელიც არის გარკვეული რისკ ჯგუფი, ან აქვს რაღაცა რისკ ქცევა, რომელიც შეიძლება იყოს ჰიპერტონიის გამომწვევი, ამ შემთხვევაში სასურველია, რომ დღეში 3 ჯერ მაინც ის აკონტროლებდეს, როგორც დილით, ასევე შუადღისას, ასევე საღამოს აკონტროლებდეს თავის არტერიულ წნევას და ახდენდეს ამ მონაცემების ჩანიშვნას, რომ შესაბამისად მე მიმართოს თავის ექიმს და მასთან გაიაროს სათანადო კონსულტაციები. კი ბატონო, გარდა ჰიპერტენზიისა და წნევისა, კიდე სკრინინგი რას მოიცავს? ასევე მოიცავს უკვე ფაქტიურად წლებია ეს გრძელდება, იცით თქვენ, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი და HIV ინფექცია შიდსი. ეს არის ის 3 უმძიმესი ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე, კერძოდ HIV შემთხვევაში მის იმუნურ სტატუსზე ზოგადად ახდენს ძალიან მძიმე ზეგავლენას და თან სამივე ეს ვირუსი არის ასევე დამახასიათებელი მათთვის, ასე ვთქვათ, მშვიდი, წყნარი, უსიმპტომო მიმდინარეობა გარკვეულ ეტაპამდე, გარკვეულ ფაზამდე დაავადების განვითარების, რომელი ფაზის დადგომის შემდგომაც უკვე პაციენტის მკურნალობა რთულია. B-სადაც ეს შემთხვევაში შეიძლება ეს გართულებები იყოს უკვე გვიანდელი გართულებები, სიმსივნური დაავადება, ღვიძლის და ან ვთქვათ იგივე ღვიძლის ციროზი, ხოლო HIV შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს უკვე შიდსის სტადია, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომელიც ზოგადად მთელი ორგანიზმის, ასე ვთქვათ, ფუნქციონალზე ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას და დაავადება მერე უკვე პრაქტიკულად მართვას აღარ ექვემდებარება. არის განწყობები ხშირად საზოგადოებაში, რომ HIV და შიდსი სინონიმებია. ხო, ესეც ალბათ გარკვეული არასათანადო ინფორმირებულობის დამსახურებაა, რა კი შევეხეთ ამ საკითხს, მოკლედ გავმარტავ. HIV არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი და შეიძლება ადამიანს ჰქონდეს HIV სტატუსი, მაგრამ მას არ ჰქონდეს შიდსის სტადია. ესე იგი, მას აქვს ვირუსი, მაგრამ ის იტარებს შესაბამის მკურნალობას და ამ მკურნალობის ფონზე შეიძლება
შეიძლება მთელი ცხოვრება ის ნაყოფიერად იცხოვროს, ის ჩვეულებრივად იცხოვროს, როგორც ნებისმიერ ჩვენთაგანი არაფერი განსხვავებული არ არის და შეიძლება შიძის სტადიას საერთოდ აღარც კი დადგეს, იმიტომ რომ დღეს უკვე არსებული ანტირეტროვირუსული სამკურნალო საშუალებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ფაქტიურად შიცი მართვადი დაავადებების, ასე ვთქვათ, სიაშიც კი შევიტანოთ. ხოლო შიცი, როგორც მოგახსენეთ, არის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, რომელიც შეიძლება HIV ვირუსმა გამოიწვიოს, როგორც მოგახსენეთ. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსმა შესაძლოა საბოლოოდ მიგვიყვანოს იქამდე, რომ ადამიანს განუვითარდეს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი. თუმცა იმუნოდეფიციტი შეიძლება სხვა რამემაც გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში, არა მხოლოდ HIV ვირუსმა. ეს სხვა რამე მინდოდა იგივე ჰეპატიტებთან მიმართებაში გეთქვათ, იმიტომ რომ ასევე საზოგადოებაში დღემდე რჩება B-C ჰეპატიტს გულისხმობს და ასევე AIDS და შიც გულისხმობ, რომ ეს არის ნარკომომხმარებლების დაავადება. ანუ იმისათვის რომ თავი დაიცვან ადამიანებმა, სად შეიძლება იყოს არისკო ქცევები და ქმედებები, რომ გითხარით. აი როგორმე მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია და გარკვეული ძვრები ამ მიმართულებით პოზიტიური გვაქვს, მაგრამ ეს საბოლოოდ უნდა დაინგრეს, ეს სტიგმატიზირებული დამოკიდებულება საზოგადოების გარკვეული ფენების მიმართ. აი მე ხშირად როდესაც მქონია სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრები და ამისვას ვკითხვა, ვის შეიძლება დაემართოს B და C ჰეპატიტი, ვის შეიძლება დაემართოს HIV ინფექცია. ეს შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ჩვენთაგას, ნებისმიერ ადამიანს, იმიტომ რომ ეს არის ვირუსული ინფექციები, რომელიც გადადის სისხლით და სისხლის პროდუქტებით. შესაბამისად, ნებისმიერ ჩვენთაგან სხვადასხვა ტიპის манипуляციების დროს აქვს გარკვეული რისკი ამ დაავადებების განვითარების. ეს შეიძლება იყოს, თქვათ, საზიარო შპრიცის გამოყენება, საინექციოდ, შეიძლება ეს ოჯახის წევრებშიც კი მოხდეს. ეს შეიძლება იყოს, თქვათ, თუ არასტერილური იარაღების გამოყენება მოხდა რაიმე სამედიცინო манипуляციის დროს, სტომატოლოგიური манипуляციის დროს, სალონებში, თქვათ, იგივე ქალბატონებისთვის, რომლებიც პედიკურს და მანიკურს იკეთებენ და მე მგონი მამაკაცებიც კი იკეთებენ უკვე და შესაბამისად მამაკაცსაც ანალოგიური სიფრთხილე მართებს და ამიტომაც არის რომ აი სალონებში არსებული სანიტარული ჰიგიენური რეჟიმები ძალიან მკაცრად კონტროლდება უკვე ბოლო წლების განმავლობაში 473 დადგენილების მიხედვით. აი ეს შეიძლება იყოს, თქვათ, იგივე დედიდან შვილზე გადაცემის გზა, ძუძუთი კვების დროს, არ მშობიარობის დროს. ეს შეიძლება იყოს ასევე, რა თქმა უნდა, დაუცველი სქესობრივი კონტაქტები თუ აქვთ. ეს შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ასევე, როდესაც თქვენ ინექციური გზით ნარკოტიკების მომხმარებლები ახსენეთ, შეიძლება იქაც იყოს გაზიარებული საერთო ჭურჭელი, რაშიც მზადდება ნარკოტიკი ან გაზიარებული საერთო საინექციო საშუალება, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ვამბობდეთ და არ უნდა ვთქვათ ის, რომ ეს არის დაავადება, რომელიც მხოლოდ ემართებათ ინექციური გზით ნარკოტიკით მომხმარებლებს, ან MSM-ებს, ან კომერციულ სექს მუშაკებს. ეს არის დაავადებები, რომელიც გვემართება ნებისმიერ ჩვენთაგანს და ნებისმიერი ვართ ამ რისკის ქვეშ. ბატონო გაჩა, მიმართეთ სკრინინგს და საუბედუროთ დადასტურდა, რომ რაღაც ცვლილებებია. შემდეგ მკურნალობა როგორ ხდება იგივე სახელმწიფოს ჩართულობით თუ მოგახსენებთ, ეხლა HIV ინფექციაზე, B ჰეპატიტზე და C ჰეპატიტზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩათვალეთ, რომ პრაქტიკულად სრულად არის მოცული და სრულად ხდება მკურნალობის პროცესი ჩვენი მოქალაქეებისთვის და მინდა მართლა სიამაყით აღვნიშნო 2015 წელს დავიწყეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და დღეს მდგომარეობით ძალიან მნიშვნელოვანია ის მიღწევები და ის შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს. სულ რო არ ჩავხედოთ არანაირ სტატისტიკას, არანაირ ინფორმაციას, ჩვენ სირგული უკვე დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გავლის შემდგომ გამოჯამრთელდა სრულად განიკურნა ვირუსისაგან და ამით მან საკუთარი თავი გადაარჩინა იმ მძიმე სენისგან და მძიმე დაავადებებისგან, რომელიც არის ღვიძლის კიბო და ღვიძლის სეროზი. ასეთ ძალიან ბევრი არის, მათ შორის ჩემს სამეგობრო წრეშიც, ჩემს ახლობლებშიც და მე ძალიან მადლიერი ვარ სახელმწიფოსი, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსი, ყველა იმ პიროვნების, რომელიც იყო სათავეებში აღნიშნული პროგრამის დანერგვის საქართველოში და საქართველოს უნდა იამაყოს ნამდვილად ამ პროგრამით. და ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ აი დავიწყეთ უკვე B ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებას, რომელიც ასევე სერიოზულ პრობლემას ქმნის ადამიანების ჯანმრთელობისთვის, აქაც უფასოა სრულად მომსახურება
მომსახურება. რაც შეეხება კიბოსკრინინგის კომპონენტებს, მე წეხანაც გითხარით, რომ აი თქვათ თუ სჭირდება რაღაც დამატებითი კვლევები, შემდგომი კვლევები, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ საბოლოო დიაგნოსტირება მოხდეს, ესეც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია. ხოლო რაც შეეხება შემდგომ მკურნალობის კომპონენტს, მკურნალობის კომპონენტშიც მოგეხსენებათ თქვენ, რომ ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა პრაქტიკულად სრულად აქვს სახელმწიფოს აღებული, შეიძლება იქ იყოს რაღაც მცირედი თანადაფინანსებების საჭიროებები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა პრაქტიკულად სრულად სახელმწიფო უზრუნველყოფს მედიკამენტებით და თანადაფინანსებასაც შეეხება შეიძლება ესეც იყოს ძალიან მცირედ ნაწილში ამის საჭიროება, იქედან გამომდინარე თუ რა სტატუსს მიეკუთვნება ესა თუ ის მოქალაქე და რა სტატუსს ატარებს. თუ მithumetes ადამიანს აქვს დასაქმებულია და აქვს თქვათ კერძო დაზღვევა, ეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის მისთვის მკურნალობის პროცესს. მაგრამ აი სკრინინგის მნიშვნელობა ზუსტად იმიტომ არის, რომ ის დამატებითი ძალიან ძვირადღირებული სერვისები და ძალიან როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად მატრამვირებელი პროცედურები, რომელიც მერე შეიძლება გახდეს საჭირო, როცა დაავადება დაგვიდასტურდება, აი ეს რო ავიცილოთ თავიდან და მარტივად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ამისთვის არის მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სკრინინგში საჭირო. დავიდეთ დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ რომ გითხრათ ქუთაისში როდის ქუთაისში იგეგმება 1 მაისს 11 საათზე დაიწყება სკრინინგ აქცია. სკრინინგ აქციის ლოკაციად განსაზღვრული არის დუმბაძის ქუჩა. ეს არის გასაგებად რო აუხსნა უფრო მადლიერების სახლს რო ეძახით, აი ის ტერიტორია, სადაც აი არის ოფისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქუთაისის მუნიციპალური ცენტრის. იმ ტერიტორიაზე იქნება აღნიშნული ლოკაცია გამოყოფილი და ჩატარდება სკრინინგ აქცია. დღის მანძილზე თუ საათობრივად? დილის 11 საათიდან საღამოს 5-6 საათამდე სანამ ნაკადი იქნება და სურველები იქნება, მაქსიმალურად შევეცდებით რომ მომიმსახუროთ. მოკე ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაგვიწყდით. მადლობა თქვენ რომ გაბოხატეთ ინტერესს. დროებით დაგემშვიდობებით მოიქ საეთერო შეხვედრამდე. მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, გადაცემის პირველი ნაწილი ამით დასრულებულია. ჩემი სტუმარი გახლდათ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი ბატონი გოჩა გიორგიძე. რამდენიმე წუთით ჩავისვენოთ და ისევ დავბრუნდები სტუმართან ერთად, დარჩით ჩვენთან ერთად დროებით.